დილამშვიდობისა, მოგესალმებით. Როგორც აღნიშნეთ, პროექტი, რომელზეც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, განკუთვნილია 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ გაიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება და გაიღრმავონ ცოდნა საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებზე. ეს იქნება 6-თვიანი ინტენსიური პროგრამა, თუ რას გულისხმობს და რას თავაზობს ეს ინიციატივა. მონაწილეებს ჩვენ გავესაუბრებით საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს ამ საკითხთან დაკავშირებით. დილამშვიდობისა. პირველ რიგში რომ გითხრათ, რას მოიცავს ეს პროექტი, ვისაუბროთ შინაარსსა და აქტივობებზე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა დაინტერესებისათვის. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ და ის ორიენტირებულია არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ. თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას 18-დან 30 წლამდე შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. პროექტი თავის შინაარსით ორიენტირებული არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ახალგაზრდებში გაუმჯობესდეს მათი კომპეტენციები, შეიძინონ ახალი ცოდნა არაფორმალურ გარემოში, შეიქმნან საჭირო მნიშვნელოვანი უნარები მათი კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის. ტრენინგები ჩატარდება, ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის მასტერკლასები, ვორქშოპები, გასვლითი სამუშაო ღონისძიებები და სხვადასხვა სტუდენტური და მათ შორის ახალგაზრდული პროექტები და აქტივობები, რომლებიც ორიენტირებული არის ახალგაზრდების საჭიროებებზე. ჩვენ ვატარებთ კვლევას ახალგაზრდებში, მათი ინტერესიდან და მათი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიხვეწება და შედგება კონკრეტული თემატიკები, რაზეც ჩატარდება ეს ტრენინგები. ეს იქნება როგორც დროის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან მიმართული კამპანიები და ასევე პროექტების წერა, პროექტების მართვა, ფონდების მოძიება და სხვა ისეთ საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისათვის. როდის დაიწყება და როგორი ხანგრძლივობის იქნება? დიახ, პროექტი არის 6-თვიანი. პროექტი დაიწყო უკვე, განხორციელება მიმდინარეობს, გამოცხადებული არის რეგისტრაცია ჩვენი სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის Facebook გვერდზე არის სარეგისტრაციო ბმული, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია რომ გაიაროს რეგისტრაცია და უკვე ეტაპობრივად ყოველ კვირეულად ტრენინგები დაიწყება, დაახლოებით ეს უკვე განხორციელდება 2 კვირის ვადაში. როგორია სტრუქტურა? სტრუქტურა უშუალოდ პროექტების და ამ ტრენინგების განხორციელების არის შემდეგნაირი. თავდაპირველად მიმდინარეობს რეგისტრაცია ახალგაზრდების ბმულზე, შემდეგ უკვე ხდება ახალგაზრდების ტრენინგებით უზრუნველყოფა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე თბილისში, ასევე ტრენინგები გაიმართება რეგიონებში, კერძოდ შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და უნივერსიტეტებში. ამის შემდეგ უკვე ტრენერები მიაწოდებენ სრულ ინფორმაციას ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო თემაზე, შემდეგ უკვე მოხდება მათი დაჯილდოვება სერტიფიკატებით და ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულადაც გამოიყენონ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ზოგადი სტრუქტურა ჩვენი ტრენინგების ჩატარების. როგორც ვიცით, ძალიან აქტუალურ თემებს შეეხებით, ხო, ამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. კი, დღეს მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის კონფლიქტების მართვა გლობალურად. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილი ტრენერები ჩაატარებენ სხვადასხვა თემატიკაზე, სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ტრენინგებს. იქნება ტრენინგები კარიერულ განვითარებაზე, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მათ შორის თუ როგორ უნდა განავითაროს საკუთარი პიროვნული თვისებები, ეფექტური კომუნიკაციის გზით, იგივე სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება, როგორ უნდა შეძლონ ეფექტიანად, მათ შორის სამოტივაციო წერილი და ასე შემდეგ დოკუმენტაცია, როგორ უნდა იმუშაონ ფონდებთან, რომ მათ მოიძიონ დაფინანსებები, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე და ამ მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი თემატიკები, რომლებიც ახალგაზრდების საჭიროებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიშლება. ძალიან დიდი მადლობა. დაგეშვიდობებით. ახლა კი პროექტის მნიშვნელობაზე ჩვენ გავესაუბრებით ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს. დილამშვიდობისა. რომ გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს და რატომ უნდა ჩაერთვან ახალგაზრდები? ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსების ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. ესეთ ტიპის ორგანიზაციები არიან ერთგვარი გამტარები იმ აქტივობებისა, რომელსაც სააგენტო ბუნებრივია ბოლომდე ვერ დაფარავს. უკვე მეორე წელია ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან, რომელიც არის ჩვენი კარგი პარტნიორი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რაც ნიკამ აღნიშნა, ინდივიდუალურად ახალგაზრდების გაძლიერებისა, ასევე ხაზგასასმელია, რომ პროექტი
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციებსაც ექნებათ ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს აღნიშნულ პროექტს. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მეტ ინფორმაციისთვის და რეგისტრაციის გავლისთვის თქვენ უნდა იწვიოთ როგორც ახალგაზრდობის სააგენტოს, ისე საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის Facebook გვერდს. გეტყვით, რომ პროექტის განმავლობაში სარეგისტრაციო ფორმა პერიოდულად განახდება. მე ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ბარბარე, ძალიან საინტერესო პროექტზე, როდესაც ვსაუბრობდით, ეს ძალიან კარგი